მეორე ტელეფონი თუ აგძელებ ცოტა აბნელებს მაგრამ რა გავაკეთო ხან დააბნელებს ხან ხო და ეგრეა ჩვენ ძირფასებოდა ტკბილებო რა ვიცი არ შეიძლება ისეთი უმსგავსობა უცუდობა რატომ დაადო შენ მომავალს ან ვიღაცას შენ ცოდვა შენ უმსგავსობა იყავი 7 წნარი ნუ დაუწერ ნუ რა და თუ ჯერ ეგეთი თუ არ გინდა ნუ მიყურებ ხო ნუ მიზიხარ და ნუ მიყურებ აქ ხო ჩვენ არავის არ ვაძალებთ შემოვდი და გვიყურებ რას გავხარ შენ დაგალაგე ისავ რა ქვია ყვავილები და ვენოკი გურზეო შენ ხო ძალიან ლამაზი ხარ მე ხო შენ ხო ძალიან ლამაზი ხარ აბა გურზეც და არ მიყვარხარო ძალიანო გურზეც დაგალაგე ვენოკიც ისიც რა ქვია ყვავილებით და მიწაც დაგაყარე ზედ მალე დაგეყრება ცალი ფეხი იქ დაგაკ მე ეს ხნიერი ხალხი რატომ არიან ესეთი უაზროები და რაღაცა მართლა გამოგიყვანენ წყობილებიდან გამოგიყვანთ მართლა მე ისაო საქმეზე რომ მიდგება ახალგაზრდებს გვასწავლით ზრდილობას და კანონს ზრდილობა თქვენ თვითონ არიცით აი მაგ ხელა ქალებმა და კაცებმა კიდე საქმეზე რო წავა ისეთები ხართ რომ მე რა ვიცი ბები ისტორი ხალი ხარ ამ ხელა ხალი ხარ ხო შავები გაცვია და გეტყობა რომ გარდაცვლილი ყავს ვიღაცა გარდაცვლილის მაიცეცი პატივი ეგეთი რა იცი ან ვის რა სინგიორი პატივი მარტო შავიჩაც მაგარ არის ადამიანობის მარტო ადამიან შავიჩავიცო და ვითომ გლოვო ეგრე არ არის თავარია გული და შენ გარდაცვლილ ადამიანს რომ აი ვიღაცა არ უთხრას ფუ შენ ასე არ მიაფურთხოს ხო ვიღაცა მარტო ის არ შეიძლება და ეგეთი უმსგავსო ლაპარაკი ღმერთი დაგსჯის მე თუმეტეს ეცეთ დღეს ლაპარაკი შენთან არ მოვიდეს და არ დაგსაჯოს მაგრამ შენ მომავალს დასჯის იცი შენ რატომ არ შეგდით ხალხო რატომ არ მოგდით აზრად და ღმერთის რატომ არ გეშინიათ თუ წმინდა არ გაქვთ შიში მაინც გქონდეთ ჰა უფლის ვიღაცას რატომ უნდა დაუწერო შენ ხო ძალიან ლამაზი რატომ უნდა დაუწერო ვიღაცა ბავშვს შემოდის და რაღაცას აკეთებს მის მე თუ არ მომწონს და არ სიამოვნებს არ შევხედავ და გავივლი და წავალ ხო შლიდები არა ამასაც აკეთებ კაცო ორ ნაწილად დავდე ამასაც და იმას ამას და იმას ამას მასაკრო მაგ და იმასაც არ წავში ხო და არ შეიძლება ხალხო უფლის უნდა გეშინოდეთ რატომ მარტო ის არ არის რა ქვია რომ შავი ჩაიცვა და გაიარო და გამოიარო და ვიღაცას ცუდი უკადრო არავის არაფერი არ დაუშავებია შენთვის გეტყობა რომ ახალი გარდაცვლილი ყავს ვიღაცა ფოტო სურათებიში რომ გადმოვედი თქვენთან ისიც აკაქვთ რა ქვია თავზეც გახურავთ ხო რატომ მის თქვენი გარდაცვლილი ახლობლის სულს მაიცეცით პატივი და თავის დროზე თქვენც იქ მოხვდებით და კი არ მოგიგონებენ იმას იზავენ რა ქვია მოგაფურთხებენ კარგად კი არ მოგიგონებენ რატომ მოგივიდეს ადამიანს ეს გულზეც დაგალაგე და აი მაგალითად ახლა დედა ჩემი რო იყოს ახლა მაგალითად აი აქ ნამდვილად მე აი ჩემი შვილი შეურაცხყოფას ვერავის ვერ ვაპატიებ და მით უმეტეს ჯერ ერთადერთი შვილი მყავს ისიც ერთი შვილი მიწაში მყავს როგორ შეიძლება ისეთი რაღაცა რომ შენ ვიგდი ხარ ჯერ ეგეთი ამ ხელა კალი ხარ მართლა პუ მართლა შენ კალობას პუ დაგაფურთხებ ზეთ რა არის ხო დაიწყო მოვალ ხო არა უშავს უმსგავსო რა შეიძლება არა რატო რისი გულისთვის
რა დაგიშავა ჩემო შენ რა გგონია მაგით რომ იმას აქენი რა ქვია ვითომ იმას აქნა რა ქვია გული მატკინე შენ ეგ გგონია სულაც არა ვაი შეუბედურო შენ სულაც არა არანაირად მაგრამ ესეთი შენაირი ადამიანს ხო ოჯახის წევრიც არ უნდა ყავდეს ოჯახის წევრი საერთოდ არ უნდა ყავდეს და იმ მაშინ იქნები ღირსი ადამიანს რატომ უნდა რა გეცათ ამ ხელა ხალხს კაცო ადამიანს რატომ უნდა უთხრა ისე თქვენ მაინც ხო მოგეთხოვებათ ისა რა ქვია ცოტა ზრდილობა და კულტურა ხო ახალგაზრდებს თქვენ უნდა ასწავლოთ ზრდილობა და აქეთ ზრდილობას ასწავლი გაქვთ აქეთ მე უნდა იმას აშვებოდე რა ქვია მარიგებდი ამ ხელა ქალი ხარ და მე გარიგებ პირიქით Facebook-ში რა ამ Facebook-ში რა შენზე მეტი შეგრძნება იმას აქვს რა ქვია ქუჩის ფინიას აქ არ იმას აშვება რა ქვია აქ დაუბლოკე და მე Facebook-ში შემომივარ და რას გიშლის შედალოცვილო აი რას გიშლის დედას არ გაგინებს რას შენ ხო ძალიან ლამაზი ხარ ახლა ზედმეც არ გეუბნება შენ რას გიშლის ვინ რას გავს და ვინ როგორია და ვირანაირია ეგ შენ გასუფებულ ხარ უშ ჩემზე მსუქანი იმესავით რა ქვია ბოჭკასავით გვერდზე გიდგას ვიღაცა შენ და თვითონ ნაკლები ის არა ხარ გამხდარი მსუქანი არ წაიღეთ ტვინი მართლა და მართლა კაცო შენ არავინ არ გეკითხება ვინ როგორი იქნება ვირანაირი იქნება ყველამ თავის თავს მიხედოს ყველა თქვენ თავებს მიხედეთ თქვენზე არ მაქვს საუბარი ხალხო თქვენ კარგი ადამიანები ხართ ძალიან და აი ესენი გველები რო არიან და გველები ვიტრო შემომიცვდებიან სრიალდებიან ხოლმე ენა გესლიანი გიურზა ამ ხელა ქალი თუ მართლა შენ ქალობას თუ თავი დავანებოთ მაგას არ ვიცი საითკენ მიდიხართ და სად გაიზარდეთ ეგ არ ვიცი ეგ უკვე არ ვიცი სად გაიზარდეთ რა ბავშვი რო იყოს კიდე იმას ვიზავდი რა ქვია გავატარებდი ბავშვურად მოუვიდა თქო ამ ხელა ქალს კაცო ბები ისტორიის მაინც არისო შენსაც არავინ ჭამს და შენსაც არავინ შენ არავინ გიკითხება ვინ როგორი და შენ იმას უყურე რა ქვია მუცელს და სხვის მუცელს ნუ უყურე უკვე მე რამდენით ეგეთებს არ უნდა მიექციო მართლა და მართლა წაიღეთ ტვინი უკვე ეგეთებს არ უნდა მიექციო გიორგი ყურადღება თვითონ დარჩება ეგ სიგიჟე ვითომ ის არის რა ქვია მაგითი რამე მანერვიულა რა ვაი შეუბედურო შენ მანამ არ აგიდგა გვერდები მოტივაცია მაინც გვეძება მოტივაცია უფრო მომეცა მოტივაცია ვაი საათია 7 იქნება არ ვიცი ხო არ შეიძლება უფლის ღმერთი გადაგიხდის ღმერთმა ძალიან კარგად იცის ეხლა რაც შენ დაწერე ღმერთამდე მივიდა ეგ უფალი დაიცადე უფალი ზემოდან იყურება ხო ეს ბუმერანგივით შემოგიბწია ცხოვრება არის ბუმერანგი როდის მოგიბრუნდება კაცმა არ იცის გიორგი ამ ხელა ვიღაცას შავები გაცვია შავები აცვია ხო შავს მით უმეტეს ახალი გარდაცვლილი ყავს ის არა ქვია ადამიანი ახლობელი ხო შავებს მაინც ეცი ქალბატონო
პატივი. შავებს მაიცეცი. თქვენობითაც არ მოგმართავ. იმ გარდაცვლილ ადამიანს მაიცეცი პატივი. რა იცის მაგდენი იცის? ჩაუწევ. შენი მაგ სიტყვებით საფლავში ტრიალებს ის ადამიანი რო იცოდე. სულივერაა გაწმენდილი. არ ვიცი რა ჩაგიცვია მარტო შავები ვითომ გლოვა გონია ეგ. გლოვა ფერი არ არის. თავარი ადამიანობა იყო. ფერი მარტო შავების ჩაცმით არ არის ის არ განისაზღვრება გლოვა. არ მგონია რომ ამ ადამიანს შენ გლოვდე. როგორ უნდა გავიმეტო ვიღაცის ბავშვი? რამშულვა გინა ჩემი იყო და გინა სხვისი. შვა ახალგაზრდას როგორ გავიმეტებ რამის სათქმელად რომ ეგეთი რაღაცა ვთქვი. ვინმეს რო კომენტარებში უწერენ Facebook-ში, TikTok-ში და YouTube-ში არიან ყველა ბებიის ტოლა ქალები. ბებიის ტოლა ქალები. არავის საქმე რა როგორია იქნება. ბებიის ტოლი მაინც არის ხალო ხა. აი გიორგი დავანებოთ ახლა მაგაზე ხარ. ღმერთო არ ვიცი. უბრალოდ ნერვს არ უნდა მოიშალო მაგნაირ ადამიანზე. თვითონ დარჩება ეგეთი მსგავსება. თვითონ დაგჭება ეგეც. თვითონ მოგიბრუნდება ეგ შენი წყევლაც. წყევლა მაწყევრისაა. რატო უნდა დავწყევლო ვიღაცა? უფლის უნდა გეშინოდეს. რას გავხარ? შენ ხო ძალიან ლამაზი მყავხარ რა. რა შემოხედავს ადამიანი თვალს ვეღარ მოგაცილებს. ას ვიყავს გიორგი რანაირადაც გინდა იყოს ჩვენ შეგუშვოს და გონებოს და თუ გინდა კრასავიცა იყოს და ანგელოზი კიდე. ცინა ჩამოფრენი არ ვახებოდით აქამდე და ზედმეტი არ გითქვია და არც და მე კიდე არ ვაძალებდი რომ შემოდი და მიყურე თქო. ავტომატით არ ვადგავარ თავზე. ვიც ნორმალურია და ადეკვატურია. იმას ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მიყურე მე კიდეც. შეიძლება კომენტარი არ დაწერო, მაგრამ სასიამოვნო ხალხია. ჩვენ გძნობთ და ვართ. ვინც ჩემ სულთან და გულთან არიან ახლოს. ვითომ მაგას გონია რომ ამათი მაგათ ვინც ეგეთ რაღაცებს წერს გონია რომ YouTube-ს თავდავანებები და იმას ვიზავ რა ქვია დეპრესიაში ჩავარდები. მაგრამ გიდგათ თქვენ გვერდები რომ სანამ მე თავი არ დავანებო და თქვენი სიტყვების გამო დეპრესიაში არ ჩავარდე. არც უნდა ჩავარდე გიორგი რატომ უნდა ჩავარდეს? უნდა და მართლა ბოდიში ამ სიტყვაზე დაიკიდო. დაიკიდო ყველაფერი რა, უნდა დაიკიდო. უფროსიც და უმცროსიც რა. ძალიან გადაისხეს უკვე ამ ბებრება მამართლა თავზე. დაიკიდო ეგეთი ადამიანთა ფეხებზე. ხო. ბოდიში ამ სიტყვაზე არ მიდოდა თქვა. ფეხებზე უნდა დაიკიდო საერთოდ. არ მინდა ხოლმე ხალხო ენის ამყრალებმა, მაგრამ ამყრალებინებენ. ერთი წარაკცდეთ რა შენზე. ერთი წარაკცდეს. და შენ რაც ჩემზე თქვი კიდე არ აქცდეს, პირდაპირ შენ მოგიბრუნდეს. გამომიშრა ყელი. გამოგიშრა ტვინი, ისედაც არ აკაკ. რა გაგიშკურკეს ეგ ტვინი თუ რა? გაშკურკული აქვს ამ ხალხს ეს ტვინები თუ რა არის? შკურკით ცოტა ვაიც გამოითელებოდა ნორმალური. ნაუჭები საერთოდ აღარ აქვს ტვინში კაცო. არა ნაოჭი. ნაოჭი გამიშრა ხალხო ყელი რა. განე ეგეთი ადამიანს არ მიაქციო და ეგეთი ადამიანი საზიზღარზე. ვაიმე. აი ზოგი მართლა ის არის რა ქვია. ზოგი მოხუცი მართლა კაია და ზოგი მოხუცი ხო იმენაიმ მყრალია რომ გამარჯვებასაც ვერ ეტყვი. შეიძლება თავში ჩაგცხოს რაღაცა.
რა ვიცი ამის ოჯახის წევრებს მე გაძლებას უსურვებ თუ არავინ გაეკცა რა ვიცი მე გაძლებას უსურვებ მართლა შენ რაღაცაზე იყო დაბუღმილი და აქ შემოხვიდე ხო და აქ შემოხვიდე და მე მწყევლო ბუღმები ანთხიო ეგრე არ გამოგივა შენ ვიღაცა მე მართლა ბოლო და ბოლოზე უკანასკნელი იყოს თქვენ საზიზღრებო და არანორმალურებო ბოლო და უკანასკნელი ხო თორე დაიცადე ჩემ შვილს არავინ შეეხოს უკუღმართად აი არავინ შეეხოს იცი რას ვიზამე რე წესიერად კი არ ვიტყვი რაღაცას ისეთ სიტყვებს გეტყვით რომ საერთოდ YouTube-ში კი არა საერთოდ ჭაჭანებაზე ვერ გაღარ გამოჩნდებით გაიგეთ ბოლო და უკანასკნელი ჩემ შვილს ნუ რავი შეეხება არ გეხებათ ზედმეტს არ გეუნებათ მოდის ბავშვი ნორმალურად საუბრობს გეუნებათ მე სხვის ცხოვრებაში არ ვერევი ხო და ნურც ნუ რავი ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში კი მართალია ძალიან კარგად გრძნობ თავს და ჩემი თავი ისეთი მიყვარს როგორიც ვარ და შენ არავინ გდიხარ ჯერ ეგეთი არაობა მართლა სიმახინჯის არაფერი არ ასჭირს მახინჯი სულით მახინჯი შენ მარტო გარეგნული სილამაზე გონია სულით მახინჯი და სულით ბინძური ხარ ამ ხელა ქალი და რა უნდა გელაპარაკო ჯერ სული გაიწმინდე ხო და მე სხვა რაღაცაც და გონება გაისუფთავე და ხელები დაიმოკლე აი ცოტა ოდნავ დაიმოკლე მეტი არაფერი არ გინდა გაიგე ხო აი მარტო ეგ გინდა კლავიატურა ნუ ისწავლეთ ამ ხელა იმებმა მძორებამ მართლა ზოგიერთებმა მძორებმა ადამიანები თქვენ არ გქვიათ ნუ ისწავლეთ და სხვათან ნუ შედიხართ და ნუ აყრანტალებთ ათხევთ თქვენ ბოღმას ჯერ ეგეთი შენთვის არავის არაფერი დაუშავებია მე შენთვის არაფერი მითქვია ვინ ხარ რა ხარ ისიც არ ვიცი საერთოდ არც გიცნობ ხო და ცოტა აზრზე მოდი და უფალს შეხედე და შენ მიცვალებულს ეცი პატივი იცი რა არის გაიგე მე შემიძლია რომ ჩვეულებრივად მოგძებნო და რას გაგიკეთებ მე კარგად მიხვდები მოგძებნი მაგ დონემდე არც დავეშვები და შენ იმას რა ქვია სახეს თელ სოფლიოს დავანახებ იწოდეთ კიდე მომისმინოს ვინმეს თუ გაუჩნდება ეგეთი ის არა ქვია აზრი მომისმინოს თელ სოფლიოს დავანახებ თქვენ თავს თქვენ სახეს ბოლო იყოს უკვე ბოლო თუ მე ისეთ უარეს რაღაცას გაკეთებთ რომ რა ვიცი ეგ დონედი არ და ვაიმე დედამიშველეო მე ეძახოთ ძორები ესენი ეგ დონედი არ უნდა დაეშვა გიორგი მაგათ დონედი არც დავეშვები მე ჩემ თავს ცე პირველ რიგში პატივს და მე ჩემ ხალხს ხო და ჩემს მართლა ადეკვატურ მაყურებელს კი მარტო არ არის შავის ჩაცმა მარტო არ არის რაღაცა უბრალო რაღაცა არ უნდა შემოხვიდე და ვიღაცის შვილები არ უნდა ლანძღო ჩვენ არ მოვდივართ და არავის შვილს არ ან შვილი ყავს გარდაცვლილი ან მეუღლე ვიღაცა მაინც ყავს გარდაცვლილი და რა მნიშვნელობა ვინ იქნება ხო აცვია შავებია რა შავები გაწვია გეტყობა რომ გარდაცვლილი ყავს ვიღაცა ხო და იმ გარდაცვლილი ადამიანის სულს ეცი პატივი თან მით უმეტეს ახალი გარდაცვლილი ყავთ რა იცი როგორ გარდა იმიტომ რომ თავზე ახურავს შავი აქ წაგრული და ზემოდან კიდე რომ და კიდე შავი აცვია ზემოდან რა ზემოდან თავსაფარი კიდე აქვს თავსაფარი ახურავს ხო ასე წაგრული და მე კიდე ასე ერთ და კიდე თავსაფარი აქვს ხო და არ შეიძლება უფლის არ ვიცი ახალი ყავთ თუ არა ყავთ სული განიწმინდოს კარგად დააცადეთ არ ვიცი აი მარტო სასაცილო არის გიფრთხილება აი სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს ხალხო აი ასეთები რო არიან საქართველოს იმიტომ
ვერ წამოვიდა იმაში რა ქვია წინ რა გინდა ერთი ამ ახალგაზრდებთან გამაგებინე ჰა რამე დაგიშავეთ თუ რა არის ვერ გავიგე რამე დაგიშავეთ არ იყავი ახალგაზრდა კაცო სასწაული თუ გინდა რა სასწაული თუ გინდა გითხრა რა მართლა სასწაულება არის ღმერთო ღმერთო არ ვიცი შედალოცვილო გაუნათლე ეგეთ ადამიანს გონება და მიეცი სიკეთე რომ აღარ გააკეთოს მეორედ ეგეთი მსგავსი რაღაცა მაგრამ ასე მგონია არ უშველის ეგ ეს არის აქ მოხუცი ქალი ხო ხედავთ იმ დღეს ტელევიზიაშიც იყო მოხუცი ქალი 92 წლის ქალი წავიდა და დედაოთ აღიკვეცა მონაზონად აღიკვეცა 92 წლის ქალი და ის მოდის და რაღაცებს მიწერს თან მარტო მე კი არა სხვებსაც ახსოვს ყველა ახალგაზრდას იმას აქნა რა ქვია გადაგვიარა დედა არ ვიცი აი პირდაპირ მიკვირს ესეთი რაღაცები აი პირდაპირ რა დაგიშავეთ ხალ დაგიშავა ვეთ რომელიმე ახალგაზრდა მითხარი აბა ან მე პირადად რამე დაგიშავე რამე გითხარი აი ახლა ჩემისმენ ოჯახის წევრებს უკლავენ იმას რა ქვია ხალხს და ისინი არ იწყევლებიან და ზოგ შვილი მოუკლეს და ისინი არ იწყევლებიან შენ რას წევლებიან ხელა ქალი გამაგებინე თან როგორი ბწყინვალი დღეს ასწაულია ხო ქრისტე აღსდგა შედალოცვილო ქრისტე აღსდგა ადამიანო შენ მაგის მნიშვნელობა არ იცი არ ვიცი ალბათ მნიშვნელობაც არ იცი ჯერიმით თემაგის მაინც დაგეწყო ქრისტე აღსდგა თქო გეთქვა ხო იმით მაინც დაგეწყო პირდაპირ ლანძღვით დაიწყე ხო მნიშვნელობა საერთოდ არ იცი და რა გილაპარაკო შენ ღმერთიც არ აგწამს ღმერთი რო წამდის და ღმერთი პატარა რო იყოს და პატარა ბავშვი რო იყოს კიდე ხო შეიძლება ბავშვურად რაღაცა მოუვიდეს მაგრამ ემხელა ქალები რო დასხდებიან და ილანძღვებიან და იმას აშვებენ ნერვები მეშლება მართლა რა ემხელა ბები ისტორა ქალები მე რო დავჯდე გიორგი და ვიღაცას კომენტარი დაუწერო აი ესეთი უმსგავსოები აი მოსაწონია ნამდვილად არ არის მოსაწონი ხო რაც შენგან იქნება მოსაწონი და შენზე რამდენი წლით დიდია ბებია შენზე კი დიდი იქნება ბებია ჩემი რო დადგეს და შევიდეს ვიღაცასთან კლავიატურაში და რით დაუწეროს იმასთან დაჯდეს კომპიუტერთან დაჯდეს ბებია ჩემი ან ტელეფონი აიღოს შევიდეს ვიღაცასთან და ლანძღოს და წევლოს კარგი იქნება ბებია 100 წელი არ გააკეთებს მაგას 100 წელი ბებია ჩემი არ გააკეთებს ბებია ჩემს შენზე იმდენად ისა აქ რა ქვია ხანდახან ახალგაზრდა მგონია ხო კი აი ესეთი და შენ ახალგაზრდება არაფერი დაგვიშავები ახალგაზრდებს შენთვის პირიქით აკეთაშავებ პირიქით ახალგაზრდებს აი ეცა იხეთ twini მოსწონს ახლა ზედმეტად ტატუ არ უნდა ახლა მართლა თუ ზედმეტად ზედმეტად ტატუ არც მე არ მოწონს ბევრი ის ახალგაზრდაა და უნდა გაიკეთოს ხო ელემენტარული და ახალგაზრდად უკრის და იმანო დეჩემი უფრო ახალგაზრდაა აზროვნების ადამიანი აი წარმოგიდგენია დეჩემმა აი დეჩემს ესეც არ გაუკვირდა ეს არ გაუკვირდა ხო და ესეთი რაღაცა ზოგი უკვის ზოგს ვაიმე და ეგრეა ზოგს უკვირს გუშინ ის მეცვა რა ქვია ვარდისფერი მაისური მაქვს ის მეცვა ხოლმე მე ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს საერთოდ ვინც რა უნდა ისიფიქროს მე რა ფერსაც მინდა იმას ჩავიცვა ხო და ვარდისფერი მაისური მეცვა რო წავედი ხო მაღაზიაში ხალხი ასე მიყურებდა აი გაკვირვებული ხო და კიდე გზაში რო ვიღებ ხოლმე გაკვირვებულები მიყურებენ ხალხი რაც არ არის ცივილიზაცია ქეხეული ჯერ საქართველოს საერთოდ
ძალიან ბნელშია და ბნელში იქნება კიდე დიდი ხანი და როდის უნდა ემას აქნას რა ქვია გამოვიდნენ ბნელიდან მაგას ვერ ხვდები. ოღონდ ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგიერთები. აი ამისნაირები. ყველაზე არ მაქვს საუბარი. მადლობა ღმერთს რომ ყველა ესეთი არ არის. ყველა მოხუცი ასეთი არ არის, მადლობა ღმერთს, კიდევ კარგი. მოდი გიორგი აქაც ესეთ დიდი ხარ წაგვივადე. 25-ია ეს, ცოტა ხანი ვიყოთ ჯერ. ხო და უფლისგან არ შეიძლება ესეთი რაღაცა. უფალი უნდა გწამდეთ. ჯერ ისე ჩვეულებრივი დღეებშიც არ შეიძლება მსგავსი რაღაცა რომ ვინმეს დაუწერო და მით უმეტეს ესეთ ბრწყინვალე დღეს. რომელი იმაზე დაწერა დიდი? რა? რომელ ვიდეოზე? იმას ის არის რა ქვია, ყავას რო ვსვავდით. ყავას რო ვსვავდით, ყავა რო დავლიეთ და ის არის რა ქვია. რას გავხარო? ყავა რო დავლიეთ, ქათამსური ჭრითან. რას გავხარო? ჩემზე თქვა. ჩემზე არა. ამ ხელები ჭირას გავხარო. დამჯდარ ხარ მანდო. მე იქ დავბლოკე და Facebook-ში შემოვივარ და Facebook-ში რა? Facebook-ში მწყევლა? იქ მწყევლა ზუსტად. იქ აქ რას გავხარო დაწერა? იქ მწყევლა. რაზე დაბლოკე, იმიტომ გწყევლა. რო აინტერესებდა, რო არ აინტერესებდა, კი არ შეიძლება. რა ჯანდაბა აინტერესებდა, რას ვაკეთებ რა? მე შიშველი კი არ დავდივარ აქ. არა ისე ის არის რა ქვია, ზოგს სხვათა შორის ეგეც მოსწონს. კი? ზოგს ეგ უყვარს. იცი რა არის? შენი გადასახადი არ არის? ჯერ ეგეთი შიშველი გავა, ზოგი როგორი იქნება, ზოგი როგორი იქნება, ზოგი როგორი იქნება, უფალმა როგორიც დაბადა, როგორც მოევლინა ამ ქვეყანას. რანაირიც იყოს, აი იმნაირი უნდა იყოს ბოლომდე. თუ გინდა უფალი გწამდეს. არ გწამთ უფალი და იმიტომ რაღაცას. რწმენა აუცილებელი შეიძლება სანთელსაც ანთებ. არ არის გამომწული, მაგრამ ის შეიძლება ტაძარში შედიხარ. რა ვიცი. ხო, მაგრამ უფალი რწმენა ეგ არ არის. ტაძარში შესვლას აზრი არა. გაიწმინდე. სული გქონდეს წმინდა, შეიძლება რაღაცა ვთქვა, გაუბრაზება. ეხლა შეიძლება ბევრი რაღაცა შეცდომა მომივიდეს, მაპატიოს უფალმა ნამდვილად მე შეცდომას და ესეთ უმსგავსობას, აი დაჟე ისიც გულშიც არა მაგაფიქრებული, რომ აი შენ ცუდი გამოგივიდეს და გქონდეს. მე მინდა რომ შემოგაბრუნოს უფალმა სიკეთისკენ და ახალგაზრდობას ცუდი რომ არ აკადრო. აი მე ეს მინდა, სხვა არაფერი. პირიქით. ქალბატონი ხარ თუ ვაჟბატონი, ხო, ქალბატონი ძამდები, კი. შეიძლება იმ Facebook-ში შემოხვედი, იმ პირად იმაში რატო შემოხვედი და რატო რა. ჯერ გერთი. აი რა გინდა. აქ საჯაროა და საჯაროდ იმას აშვები რა ქვია. შეგიძლია დაწერა კომენტარის ყველაფერი, მაგრამ პირად სივრცეში რატო შემოდიხარ და ჩემს პირად სივრცეს რატო არ მითხარი? ჰა? ჩაწერი ალბათ სახელი, ამოგიგდო, პირველივე ვარდ, იქნება მე არ ამწერ და სხვასაც ხო? და ვიღაცამ გიპოვოს და მართლა თავყობა გაგიერთია. იცის გიორგი შენი, საიდან შევიდა, ხო არ იცის შენ Facebook-ში სხვა ის გიდევს და იქ კიდევ სურათი სხვა მიდევს Facebook-ში და აქ ლოგო მაქვს გაკეთებული და ის მიდევს და ალბათ ამოვარდა და იმას აქნა რა ქვია. ჩაწერა რაღაც სახელი, უძღათ. იქაც ერთი და იგივე ისუდებს? სადა? აი იმ ხარს, რანაირად გაიგე რომ ის ხალი ის. ის სურათი აქვს ისევე, სურათი აქვს. იქაც და იქაც. იქაც და იქაც იგივე სურათი აქვს. ხო. და იმიტომ გაგიგია და. და გავიგე ისე მივხვდი. მე სურათებში გადავედი და ის არის რა ქვია. ის ნახე. შავები გაცვია იმ სურათშიც. და არ ვიცი სურათი აქვს ვიღაცის საფლავზე, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე გადაღებული და ტირის. ხო, თუ ტირის რა გინდა რა დაგიშავა,
მით უმეტეს ახალგაზრდასთან მიდიხარ და დასწრებ. არ ვიცი, ის ბიჭი მე მგონი ჩემზე პატარა იქნებოდა. არ ვიცი. აი რამ დაგიშავა, რა რის გამო ახალგაზრდა არ იყო ის ადამიანი? ჰა? არავის შვილს ცუდი არ უნდა უაკადრო. ხო ხედავ შენ შვილზე ვიცი მესმის რომ ისა სარი რა ქვია გიმძიმს რომ ან შვილი იქნება არ ვიცი ვინ არის ან შვილია ან შვილიშვილი არ ვიცი მაგრამ გიმძიმს მესმის მაგრამ სხვასაც იგივე უნდა უსურვო მესმის გიორგი აი სასაფლაოზე რომ გადავდიო რომ აი ჩემ გადამოსვლას და გადასვლას მაგრამ მე სხვას ცუდს არასოდეს არ ის სხვის იბრალი არ არის ჩემ შვილს რაც მოუვიდა და ის არავის ის არ არის რა ქვია გადასახადი ყველა დედა გავიგებ რომ გვინძიმს ოჯახის წევრის დაკარგვა მაგრამ სხვა ხო არა ვლანძღოთ მამა ჩემიც გარდაცვლილია მაგრამ ეხლა წავიდე და სხვა ვლანძღო მამამისი გარდაიცვალა 44 წლის მეტის კი არ იყო ჩემი მეუღლე 44 წლის იყო ხო მაგრამ წავიდე და ვლანძღოთ ვიღაცა ის სხვა ვლანძღო კაცო სხვის სირავრალია ის და სხვისი მაგრამ გით სხვის ვლანძღვით ვერ გამოვასწორეთ ამ ყველაფერს მაიც და ის ადამიანი არც გაწოცხლდება და არც შემოვა და არც არაფერი მოუვა და რატო შენ მაგ შენი სიტყვებით იმ გარდაცვლილ ადამიანს გარდაცვლი ბიჭსაც ამძიმებ იცი შენ იმას ამძიმებ პირველ რიგში თავის საქმესა თვითონ იცის გიორგი ვინჟას და ამძიმებს და ვინ არა მაგრამ სხვის შვილს არასოდეს არ უნდა შეეცვალა იგივე არ უნდა უსურვო რატომ წევლი რა დაგიშავა ჯერ ასი წევლები ამ ხელაქალი მე რა ვიცი სხვისმა შვილმა რა დაგიშავა ნებისმიერი ახალგაზრდა გინდა ჩემი შვილი იყოს მე რა დამიშავა გინდა აი ან გინდა შენმა შვილმა რა დამიშავა რატომ შევეხო იმ ადამიანს ან შენ და ან იმას ნუ შევეხები და აღარ გეტყვი აღარაფერს ხო ელემენტი მერე და ის არისო რა ქვია წინთ რაზე მითხარიო და რაზე თქვი ესე ყველაფერი ესეთი რამეები შენ რაზე იძახი შეიძლება ხოლმე წინს არა აი იცი რა არის ყველას ერთი ფსიქიკა არ აქვს შეიძლება ჩემს ადგილას სხვა ვიღაცა იყოს და ფსიქიკა არ კონდეს ისეთი და თვით კვლელობა ჩაიდინოს ხო შეიძლება არა მაგ შენი სიტყვებით მერე სად მიდიხარ მაგ წოდვით სად მიდიხარ მერე უარეს სოდას დაიდებ ელემენტარული ვიღაცის ნამძღაც სოდვაა გიორგი ელემენტარული არ შეიძლება არ უნდა გაივლო ადამიანმა ის სიცუდე გულში არ უნდა თქვა რატომ რისი გულისთვის ვირას დაგიშავა არ ვიცი თან ესეთი დღესასწაულია და ესე ის არის რა ქვია წევლა და ის როგორ შეიძლება არ ვიცი წინვალე შვიდეულია ეხლა წინვალე შვიდეული არის მით უმეტეს ხო მოდი გიორგი დიდზე არ წავიდეთ შვილვაკაც 42-ზე ვართ 33-ია რა 50 ჰა 33-ია 33 ხო მე რაღაცა იქნება მომიჩვენა 33-ია ხო და არ შეიძლება უფალი უნდა გწამდეს გვიყვარდეს ხალხო არ მინდოდა ამ ყველაფრის თქმა მაგრამ სიტყვა მოიტანა აი რა ვთქვი წეღან წინა ვიდეოში ცხოვრება არის სინათლესავით შეიძლება წამში ჩაქრეს და ჯობს რომ სული განიწმინდოთ და შინაგანი სისუფთავე გქონდეთ და სილამაზე ვიდრე გარეგნული თოვლიც ლამაზია მაგრამ ყველა ფეხს ადგავს ზედ ჯერიგეთი გიორგის რა ულამაზო ლამაო რას გავხარ ძალიან ლამაზი მყავხარ აბა რა ვიცი მე შენ როგორც გგონია ყველა ის ვერ ვართ რა ქვია ციდან ჩამოფრენილი ვარსკვლავები რა ვქნათ რა გავაკეთოთ ყველა ეგეთები ვერ ვართ ვერც ვიქნებით აბა შენ ალბათ ის მოგწონს
ანგელოზები რო არიან. შენ ალბათ ის მოგწონს დაბოტოქსებული ისინი რო დადიან ხოლმე ასე წარბები რო ასე აქვს. ალბათ ეგ მოგწონს. დედა როგორ მანერვი ულა მაგ სიტყვით ღამე ვეღარ დავიძინებ რა გაქვნა რატომ გააკეთე ეგეთი რაღაც დედა რა გაქვნა დედა როგორ ვინერვიულეთ ხალხო ჰა აღარ ვიცი რა გავაკეთო ღმერთო შევეშვა ღმერთო შეკაცო მართლა სამწუხაროდ ბევრი ბნელია ამ ქვეყნად რა გავაკეთოთ რა ვქნა რა გავაკეთო მე მაგალითად ნერვები მეშლება რომ მოხუცი ქალები რო ახალგაზრდებს ლანძღავენ გულანძღავენ უბრალოდ ნერვები მეშლება მე პირადად ნერვები მეშლება შენ ვინ გეკითხება ჯერ ვინ გეკითხება ვინ როგორი იქნება ხო წავიდეთ დედა წავიდეთ ჩვილო წავიდეთ თულ გამომაშტერა იმათ რომ ვაიმე მაგისმა იმან დამღალა უკვე ყელი გამიშრა მოიცა ხალხო წყალი დავლიო მოდი ახლა ვაი ქალო თუ ეხლა რამეს იფიქრებდა იმასაკნას რა ქვია ყელზე რა გადგეს წყალიო შენ დაგადგა თითოეული ლუკა მართლა რასაც იფიქრებ არც ერთი აქ წლის გაიხარეთ მაგას გისურვებ სპეციალებს გამბრავდით გაიხარეთ უღორმესი მადლობა თბილი კომენტარებისთვის თბილი მოკითხვის კიდევ გილოცავთ ამ დღესასწაულს წინველი დღესასწაულს ქრისტე აღსდგა როგორ ხართ რა შვებით ამარევინა ყველაფერი კარგად უნდა იყოთ მაგრად უნდა იყოთ დაგემშვიდობებით ხალხო თქვენსკენ მომავალ ვიდეომდე გაიხარით გამრავლით და გაბედნიერდით აბაჰე და აბაჰო კარგად იყავით მაგრად იყავით ხან ისე მოვართ ხან ასე მოვართ ხან ისე იქნება ხან ასე იქნება აბაჰე და აბაჰო კარგად იყავით მაგრად იყავით კარგად ხალხო მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით აბაჰე და აბაჰო კარგად იყავით მაგრად იყავით ჯიგრად იყავით აბაჰე კარგად ვეღარაფერი ვეღარა თქვი და თქვა მინდოდა ამერია ყველაფერი გაიხარეთ გამრავლდით ჯიგრები ხართ თბილები ხართ და გვიყვარხართ და გვეიმედებით